არჩევანი გამოხატა ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ ხმამისცა ქვეყნის გათავისუფლებას. ასევე მერვე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა გირჩის წარმომადგენელი სანდრო რაქვიაშვილი. მარიამ ბერძენიშვილი გვეტყვის, რა განცხადებები გაკეთდა. მარიამ, გისმენთ. Დიახ-ნინო, როგორც ჩვენ აღნიშნე, პარტია ლელო ერთიანი საქართველოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ უკვე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი და მას შემდეგ, რაც ხაზარაძემ საარჩევნო უბანი დატოვა, მან მედიასთან კომენტარი გააკეთა. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მან ხმა მისცა ქვეყნის გათავისუფლებას და იმას, რომ ქალაქები და მუნიციპალიტეტები უნდა დაუბრუნდეს ქართულ ხალხს. მამუკა ხაზარაძის განმარტებით, დღეს მოქმედ ხელისუფლებას აქვს მიტაცებული ძალაუფლება და როგორც ხაზარაძემ მედიასთან საუბარში განმარტა, ახლა არის დრო, რომ გათავისუფლდეს ქვეყანა, ვინაიდან ხაზარაძის თქმით კორუფციის ჭაობში ხრჩობა დღეს ქვეყანა, არის მაღალი კორუფცია, გადაუხვია ქვეყანა ევროპულ გზას და ამიტომ მან გააკეთა ის არჩევანი, რომელიც რეალურად დააბრუნებს ქვეყანას სწორი განვითარების გზაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა, ჩვენმა მოქალაქეებმა, თბილისელებმა და სხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრება მოქალაქეებმა გამოხატონ თავიანთი კონსტიტუციური უფლება და არ აჩუქონ თავიანთი ხმა იმ ძალას, რომელმაც ქვეყანა ჩამოაშორა, იზოლაცია გაუკეთა, ჩამოაშორა თავისუფალ არჩევანს, ჩამოაშორა ჩვენ ევროპულ არჩევანს. იმის მოლოდინი, რომ ეს მეთოდები, რომელსაც თქვენ ამბობთ, ამ ცვლილებებს შეცვლის თვითონ ის ძალა, რომელიც აყალბებს და აყალბებდა არჩევნებს, ამის მოლოდინი არის ფუჭი. ამიტომ ერთადერთი ამის საწინააღმდეგო არის აქტიურობა ოპოზიციური ამორჩევლის. ნომერ მე-7 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი და მანაც მას შემდეგ, რაც საკუთარი არჩევანი დააფიქსირა, ჩვენთან მედიასთან კომენტარი გააკეთა. სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, თუმცა მან საკუთარ ამომრჩეველს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა იმისთვის, რათა დადგეს პარტიისთვის სასურველი შედეგი. ბუნებრივია, ჩემს არჩევანი ძალიან მარტივი იყო, ამიტომ დიდხანს არ მიფიქრია, მაგრამ ზოგადად იმედია, ჩემსავით ბევრი ადამიანი აერჩევს უკეთეს და უფრო კომფორტულ და თავისუფალ ქალაქს, ვიდრე ახლა არის. ხოლო რა შეხება არჩევნებს, ძალიან მშვიდად მიდის, რაღაც ნაწილში ზედმეტად პასიურადაც არის, ამიტომ კარგი იქნება, რომ ჩვენი მხარდამჭერები გამოვიდნენ სახლიდან, ხმამისცენ არაფერი არ ხდება, რთული არის ეს ამბავი და დიდი ინტერესით ველოდებით საღამოს უბრალოდ შედეგები დაიდება. დღეს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს, ამომრჩევლები ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში საკრებულოებსა და მერებს აირჩევენ. მადლობა, ეს იყო მარიამ ბერძენიშვილი.